დილამშვიდობის. მოდით წავიდეთ სამსახურში. ახლა მთავარია 800 ძაღლი არ დამხვდეს ჩასახურში. თორე ჩათვალეთ და ვიღუპე. მიდია რომ არ დამხვდება. ძალიან ურტყავს შუქი. იმიტომ დილობით რაღაც ძალიან ბევრი იკრიბებია ხოლმე და მეტნაკლებად უფრო აგრესიულები არიან. ან ძონზე მოდიან ხოლმე და მე კიდე კიცით ჩები შიშები და ასე რომ იმედია გადავრჩებით ვილოცოთ რამენაირად. ახლა თქვი 3 აქედან ჩანს. გადავწყვეტე მაშტკას არ დაველოთ, იმიტომ რომ იმხელა დროს მაკარგვინებს ხალხო. იმხელა დროს ახლა გაიარა იქით, როდის ეს აქეთ გამოივლის და 25 წუთი მაინც უნდა და რეალურად მე 25 წუთში უკვე სამედიცინოზე ვიქნები, ასე რომ გავიქცეთ მეტროთი. რიკოს წაიყვანს ბებო. სხვა შემთხვევაში უკვე იქ უნდა იყოს ბაღში წესით მარიამი, მაგრამ ეჩმა მე წავიყვანო ცუდოა, ისე ძალიან ადრევ და ესე იგი გოგოებო მარიამს ეზიზღება ვარდება. ახლა დამირეკა დედაჩიმა ისე ტიროდა მარიამი ხალხო, ისე ტიროდა. რაღაცა წკაპებს ეძებსო, გონზე არა ვართ რას და სად არის. აი ისე ტირის რომ გორაოსო. და მე რო ცუდად ვარ, ახლა ხო ხვდებით და რა ცუდად ვარ. ოი ბანტჭკი, ელამის. საიდან რა გაახსენდება ხოლმე ამბობს არ ვიცი, ოღონდ. ვიყიდოთ ორბიტი ან დიროლი. ხვალ არის ჩემი მეუღლის დაბადების დღე. ხო და სიმფრთხიალებს გული. ტორტი უნდა ვყიდოთ, იქნა გავდიე რომ გვიან მოვა. ტორტს ვყიდით. ნუ კიდე კრასტკბილოზე რაღაცებს. ხო და ორივე ვართ თებერვლის ადამიანები. ჩემი მეუღლეც და მეც. 14 თებერვალს არის თქვენი მონამორჩილი მზისხილის დაბადების დღე. ძალიან მალე რაღა დარჩა 14 თებერვალამდე. ხო და არაფერს არ ვაპირებ. წელს ისიც კი მაბედნიერებს რომ დედაჩემი ჩემს გვერდით იქნება. ეს იქნება ჩემი დაბადების დღეს და ჩემი საჩუქარი და საერთოდ ყველაფერი. რადგან 23 თებერვალს არის დედას წიგნის წარდგენა, ამიტომ ახლა დაბადების დღების დრო არ არის. იმიტომ რომ ყველანაირის უნდა გადავიტანოთ ამ დღის დაგეგმვაზე და აწყობაზე. ამიტომაც არაფერს არ ვაპირებ დიდა 14-ში. ჟრიამულის ხმა ალბათ თქვენც გესმით და როგორი ზღაპარი ამინდია, ნუ აი ამაზე ლაპარაკეთ კი წარკვიცი. არირბინო რა წაიქცევი? გარეთ ვართ. ჩვენმა საყვარელმა ბავშვმა გვაჩუქა. აი მე მიშველეთ. რაიმე დავკარგე. სად დამივარ და გაფიცებთ მოიცათ? უმოწყალოდ სირბილი თამაშია ახლა ვითომ? გამაკობა. 70% ფაზაკლებაო და რაღაცაზე და 140 ლარი ედო და წარმოიდგინეთ. მარა ყოველთვის არის მყიდველი. არა მთქო ვიფიქროთ 18 საათიანს გავაკეთებთ ხო და მე არ ვიცი რაღაცა ვერ მომინდა ჭამა. ჯერჯერობით არ ვიყო წაღებული იოგურტის გარდა, მაგრამ იოგურტიც არ მომინდა, ანუ რომ მეჭამა. რეალურად 18 საათს გადაცდა უკვე.
გუშინ ძალიან ბევრი ის გქონდა кейფები და დღეს განჭურთა მინდოდა, მაგრამ უფრო მეტი გამომივიდა, ანუ მაგის თქმა მინდა. ხო და ის არის ხალხო. და მე რო დამირეკეს ბაღიდან რა ისჭამა. ვიღას ახსოვდა ჭამა. წავიდეთ ბებოს რაღაც წამალი უნდა ვუყიდო და მე გავიქცეთ. ბაღიდან დამირეკეს, რომ გაუჩერებლად ტირისო, ანუ აი ისტერიკაშია ისე ტირისო. ცივიოფლიას ხავსო, კანკალებსო. ხო და ხელზე დავიკავ. ხო და ის არის. მოკლედ, მოვაკითხეთ. ხო და მე რას მოვაკითხავდი ახლა? იმაში ვიყავი. არა, ნუ ახლა დედიკო რა ქორ ყოფილიყო მე ვიკითხავდი კი არა. ისრის ტეხვით გავიქცეოდი, მაგრამ დედას დავურეკე, გასული იყო გეხვეწები, მომთხარი. გაიქეცი ბავშვი გამოიყვანე. სანამ მოვა. ხო და რავი რა კანკალი ქონდა ხალხო. ჭკუიდან არ ამწიონ. გამოკეთებული, გამოჯამრთელებული ბავშვი მივიყვანე და რა ვიცი. ჩემი კოკო. ფერიც რო არ მოგწონსო. სიცხე გავოზომეთო და სიცხე არ აქვსო. რა ვიცი. აი რა ვიცი. სათვალე ხოცით დამრჩა სამსახურში და გოგოებმა მომცეს ახლა და კიდე დამრჩა თვალები ვერ გავთვალე რომ ქარი იქნებოდა ხა დამეწყება ეს რომ დებილიც რამდენა ხო და კიდევ გადავირიე მეთქი რა ის კანკალი აქვს კიდევ კაირო დედასახლში არ იყო მაგრამ აქედან რომ წავსულიყავი, ანუ ჩემზე ბევრად ადრე მივეკითხავდა დედა რა. ამიტომ იმას ვქენი. დედა ჩემს დავურეკე, წასული ვარო და მიუბრუნდებიო, მივალო და მივაკითხავ. ჯგუფში ვიყავით დღეს. არავის არ ეგონოს. ბაღში მუშაობა მარტივი ამბავი. რო ამბობენ ხოლმე რა უნდა მე ისე მეცინება ხალხო. არ ვიცი რა გონიათ ბაღი, მაგრამ ან როგორი ბაღი გონიათ, მაგრამ დამიჯერეთ. ეგრე არ არის. ავტურსაც ხიმიედო და აღარ ამოვარ. დავლიოთ. არაფრის თავი ენერგია ძალა არაფერი არ გამაჩნია ისე ვინერვიულე ხალხო ისე ვინერვიულე რომ სიმართლე ვკითხოთ სრულად ვარ გამოფიტული სრულად გამოფიტულ გამოყვანჩული ვარ საერთოდ არ ვარგი ვარ არაფრად ისე დღეში ვარ სიმართლე ეგ არის რა ძალიან შეიძლება გაგეცინოთ და მითხრათ რომ აი მე და კინაღამ ყვა დავაკვირდით თან ერთი ტონა. რა იყო სანერვიულო, მაგრამ რო გირეკავენ რომ ბავშვს აკანკალებს, ფერი არ ადევს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ვიცი, ბუნებრივი რეაქცია მქონდა რომ გადავირიე. ხო და მადლობა ღმერთო თქო ვიძახდი რომ დედა აქ არის თქო და მიაკითხავდა ბავშვს. ახლა ავედი ეგრევე ჩაცმიდა ხურდა ავარ სახში მაღლა და სინავს და ამიტომ ჩავიყვან თქო და რაო დედამ სადღაუნა ჩაიყვანო ეხლა ჩაძინებია არაფერიო დედა მართალი არ იყო სანერვიულო როგორც ჩანს რასაც აჭმევდნენ იმ მომენტში უცებ შეიზის რა გოგოებო მარიკო ზოგადად ეს რაღაც აქვს გულისრევის რაღაცები ჭირს ხოლმე და
ქალბატონმა შეიზიზღა მოკლედ რაღაც 1000 მიიწევდა. ამას გამოიწვია მე ცოტა ეს გულისრევის შეგრძნება მე სავარაუდოდ შეეშინდა და გადავიდა ისტორიულ ტირილში, ისე ტირილში რომ ვერაც გავიგე. მე როგორ ვიყავი ახლა აღარ მკითხოთ. თავარია ბავშვი კარგად არის და დედამ სავარაუდოდ თვითონ მიფხარება ძალიან შეზიზღდა ის რაც კონკრეტული რა ვიცი რა სჭამდა. გული გამიხიდგა. სანამ ყავა დუხდება ცოტა მიულაგდეთ. მე კი აღარ ვარგი ვარ ადამიანად, მაგრამ მიულაგდეთ. მარიკოს ბალიში. არაფერი მინდა ქვეყანაზე. მივსწარე. გუშინ გოგოებო, მარიკო დასაბანად რომ წავიყვანეთ მოკლედ მაღლა. ქონდა, ნუ როგორი ისტერიკა რომ არ უნდოდა დაბანა ვერ გეტყვით. აქედავე შევითახდა რომ ანუ მარტო ტანი დავიბანოთო რა. ნუ რა არ გავაკეთეთ და ხო კარგი დედიკო ცოტა თავი დავიბანო ცოტა ის, ნუ არა. გაიგიჟა რავი თავი. ხო და საბოლოოდ მოტყუება მომიწია რომ ხო კაი დედიკო მარტო თავი დავიბანოთ თქო ეხლა ნუ ტანი თქო ნუ სხვა რა გზა მქონდა. რა თქმა უნდა თავის დაბანის დრო რომ მოვიდა მარიამი ჩავარდა ისტერიკაში, პანიკაში, გადაირია, დაიგლიჯა ტანზე ყველაფერი. ეს ემოცია მოგიხსენებათ ბავშვისთვის არ არის ეხა პატარა ემოცია, ისტერიული ტირილი და ნერვიულობა, რა თქმა უნდა. რამაც გამოიწვია ის, რომ ღამე, ესე იგი, მთელი ძალით და გამეტებით საწოლში მირტყავდა. ანუ ეღვიძებოდა ეს და მირტყავდა. ანუ მეჩხუბებოდა რატომ აბანავეო რა. წარმოიდგინეთ. ხო და იმის თქმა მინდა რომ არ გამოვრიცხავ რომ ეს ნანერვიულები ბავშვი და რაღაცა ამანაც გამოიწვია. ნუ მოკლედ არ ვიცი რა. ერთი სიტყვით რო გითხრათ ისე გავარდიდილით რომ რაღაცები ვეღარ მივალაგე. ამის სისადარი. არც ვაპირებ ეხა დიდად რო გითხრათ რომ ვაიმე არიქა და ფეხო და გლიჯო უნდა დავისვენო. უნდა მივირთვა ყავა, უნდა დრავი უკვე ამის ვახშამია, ისეთი დროა. ხო და თან გაჩვენოთ, ვაიმე ეს რა ძალიან დიდი მაქვს, მაგრამ არა უშავს. მინდა გაჩვენოთ ჩემი პენუარი, საღამური, რა ვიცი რაც მინდა დავარქვათ, რომელიც ვიყიდე დღეს. ხო და ცოტას მივლაგდები და ნახოთ. მოდი მივირთვათ ყავა და ზეთ ტუკით დავაყოლოთ, იმიტომ რომ ტუკზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს და ყველას გვყვარს მე მგონი სავარაუდოდ ოჯახში. მარიკოს უფრო მეტად მოსწონდა ხოლმე, მაგრამ რაღაც ხარ ვიცი. რატო დარჩა ამდენი ვერ გავიგე? რას დავეძებ? რა ის ტუკი?
დაამთავრდა მაგისი ტუკი, მუკი და ლუკი. ძალიან არ გაბრაზებული და მორჩი, საერთოდ აღარ ჭამს ხალხო არაფერს, აი ერთი პერიოდი დაიწყო, ხა ისევ შეწყვიტა და რო ვეუბნები მამამის რომ ნუ მოგაქვს ამდენი შოკოლადი, ნუ მოგაქვს ეს, ნუ მოგაქვს ეს, მაინც რომ მოდის მამა მომიტანე, რამე სიურპრიზი მომიტანე და ეს ახლა როგორ უნდა უთხრას ამა რატომღაც უარი და მიდი ეს ისინი რა ქვია დებილური შოკოლადები რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან ავაზე მაგრა ვიჩხუბეთ და აი იმიტომ რომ ვერ შევთანხმდით და კუჩხუბზე გადავედით და მე ხო ნუ კაი რაღაცა გადაწყდა რომ აღარ მოუტანს. უკვე ორჯერ ვითომ აღარ მოუტანს და მაინც მოაქვს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია, აი ძალიან და რანაირად ავუხსნა რომ არ ვერ გავიგე. ანუ რანაირად. აი მითხარით. ვერ გეტყვი. რაინაზე ავხსნა. ავარ გაბრაზებული. ვაიმე ყავა. ვაიმე. ყავა. წყალს არ დამილევია. ცუდი არ არის. ისა კარგი არ არის გოგოებო, ძალიან ცუდია რომ არ დამილევია, მაგრამ არ მომინდა და მე ამ ბავშვზე გადავირიე და სულ აღარ მომინდა. ამიტომ გამომივიდა და ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა. შეიძლება უწყლობა კარგი იყოს. მაგრამ ამასობაში თუნდაც 19 საათი გამოსვლია შუალედი. რაღაცა ის გადის რა ქვია და ადრე მაქვს თქოს ნანახი, მაგრამ ვერ აღვიძბინე. ხასიათზე აღარა ვარ. მორჩა. წაიღო ჩემი ხასიათი. მოკლედ დღეს ვიყიდე ჩემი აზრით ძალიან ლამაზია. სხვანაირი მინდოდა და ანუ როგორ იყო იცი, ეგზომა არ იყო და ცოტა პატარა იყო და მე არ მიყვარს. როცა რამე ძალიან მუტკუცული მაგდა ესე იყო, არ მომწონს, მიჩვენია რომ თავისუფლად იყო მით უფრო რაც საღამოს ეხება. ხო და ნახოთ. ტრუსიც ვიყიდე, რატოს აღარ გააჩვენებთ, მაგრამ გეტყვით რომ ესეთი ფერია. 70 ლარი გადავიხადე გოგოებო ამაში. თურქეთიდან არის ჩამოტანილი, არის ძალიან კარგი ხარისხი, სხვადასხვის, ვისაც მე რავი გენდომებად შემიძლია გვერდი ჩაგიგდოთ უპრობლემოდ. ეს იცით როგორია, აი დილის ვლოგებშიც რომ რაც აი ესე რომ გამოჩნდეს რაღაცა მომენტში, მაგალითად აი უფრო მომზადების ვიდეოები რო არის ხოლმე ინსტაგრამის, ტიკტოკის, ნუ მსგავს რაღაცებზე, ანუ ძალიან მართლა ძალიან ლამაზია. რა თქმა უნდა ეს დამოკლდება და უოჭველი მომიწევს ამის დამოკლება, ანუ ძალიან გრძელია. არ ვიცი ხალხო ეხლა რამდენად ჩანს ეს სილამაზე გული დამწყდება თუ ვერ დაინახავთ კარგად. აი ესეთია ზუსტად როგორც მუქში ჩანს. ძალიან მომეწონა ეს კიპიურის რაღაც. ანუ ძალიან სექსუალური, აი ძალიან ლამაზია. მე ვგიჟდები რაღაც ესეთ რაღაცეებზე, აი თლად
სულ ისეთი ვიდი რო არა გაქვს, რომ აი საერთოდ ვთქვათ, ყველაფერი გიჩანს და თან რაღაცა დეტალები რო ჩანს და ძალიან ლამაზია და ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რომ კიდე 10 კილოს მერე, რა ვიცი, ეს საწაო და ტაშტივით. ეს ცოტა დიდია ოდნავ, მაგრამ მირჩევნია, რომ რაღაც ფარფალა იყოს, ვიდრე მოტკეცილი. ნუ მოტკეცილები არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ ვერ ვგრძნობ თავს კარგად, ხო ხვდებით იმ რაღაც მოტკეცილში ესე არ შემიძლია რა. 75 ღირდა და 5 ლარი დამიკლეს. ხო, ეხა ეს ამის კამარია ხალათის. ხალათი არის საკმაოდ გრძელი, გოგოებო, მუხს დაბლა, კარგად მუხს დაბლა. ნუ ხა მე დაბალი ვარ და ყველაზე მეტად ალბათ რაც მომეწონა, აი ამ ხელის გამო უფრო ვიყიდე სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ აი ისეთი ლამაზია და რაღაცა ვიდეოებში აუცილებლად გაგიზიარებთ აი ამ ხელებს. ეს ჩვეულებრივი იმის არის, ანუ მოსაცმელი ვარიანტით. თავისი ულამაზესი კლავით და რა თქმა უნდა კამარი. ძალიან კარგი ხარისხი, აი უკარგესი. ხო და მოკლედ ძალიან გამიხარდა. ჯერ არ მიმიცია ფული. მაგრამ გადავუხდი მოკლედ. რადგან ახლობელია, ესე გამომატანა და მე გადავურიცხავ. სულ მთლიანად გადავიხადე 75 ლარი. გადავიხადე რა უნდა გადავიხადო 75 ლარი. 5 ლარი ტრუსი და ამაზე 5 დამიკლო. ხო და მოკლედ ესეთი ამბები. ფრიად მუხარული ვარ. სიმართლე რო გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი მსგავსი რაღაცის შეძენას, აი ახლა, აი ამ პერიოდში რა, აი საერთოდ აზრთაც არ გამივლია. მაგრამ გადავწყვიტე, რომ ძალიან მომეწონა და რაღაცა დღეს სიახლე მჭირდებოდა და მაინც და მაინც ვიცი 70 ლარი. ეხა სიმართლე გითხრათ, ასე ვთქვათ, კარგი ხარისხი, ხოწებით 70-იც კი დაბალი ფასია, კარგი ხარისხისთვის რა. ასე რომ ჩვენი დღევანდელი შენაძენი არის აი აქ. თავის 75 ლარიად. მოკლედ ესეთი ამბავი ძალიან კაი იყო. რო შევიძინე ცოტა იმაზე მოვედი, რა ქვია რაღაცა. ხო და როდის ჩავიცვა? ახლა მინდა რომ განსაკუთრებული დღე მოვიწყო. ხო და ესე. ეს ჩემი შვილი ამიტყდა, რომ მინდა დაო. იმას გადადებული ერთი და ხო არა ყავდი. გოიგზავნეთ. რა უთარად გადაბეკიდა არ ვიცი. და სახელები ავარჩიო დედა. ის ხო გავაჩინებოდა სახელი დამჭერდი ეს არჩევი. სასწაული ბავშვი, აი არ ვიცი, აი და რა მოაქვს არ ვიცი. აი ძალიან ყოს გადაკიდებული უკვე ძალიან შეხოდებული ვარ. შენ მაკლი ხაშვილო. შენ მაინც დამინდე გენაძვალა დედამ მეუთხარ. მე როგორ მასიამოვნა ხა მყავა ხალხო. აი უკიდეგანოთ. მარიკო ეხლა კი წავიდა გვიან ბაღში, 10-ზე ბაღში იყო, მაგრამ მალე დედიკო რო წავა უკვე 9-ზე უკვე იქნება ბაღში, ანუ წარმოიდგინეთ რა ადრე უნდა ავაყენო. რა ვქნა. რა გავაკეთო. მოდი დავკიდოთ ჩემი სასწაული მიღაბი. რომელიც სულ მინდა მეკეთოს. თუ დავკიდე, ოღონდ რა მე ხო ისე ბოდიალა ვარ, ყველაფერ თავზე მემხობა. კარგი, მოდი ახლა ჩვენ გვინდა რა. მინდა რომ აი ამათ შორის დავკიდო, მე შორის ვანე მარიამ შენმა სათამაშოებმა შვილო. უფ.
აი, სადღაც აქ მინდა გოგოებო რომ დავკიდო, მაგრამ ნახეთ, ეხლა ესე ვერ გავიგებ დაახლოებით. აი, აქ უნდა. მოიცათ. ოპა, აი აქ მინდა. ვაიმე მიშველეთ. ვაიმე დედიკო. ვაიმე. ვაიმე, ხალხო. ვერაფრით, ვერა, სადა მაქვს მე მაგიჯანი. აუ. მიშველეთ. ეგრო ბავშვმა მოკიდოს, ხო, ხელი შერჭობა. ვა. მეორეც წამოვიდე იმიდან, მაგრამ ეხლა შენ არ გინდა ამის შერჭობა. მარიამა ხელი რომ მიირჭოს და მოირჭოს. ვაიმე ხალხო. ჭკუიდან არ ავიჭრებოდე ეხლა რა. ვაიმე, მიშველეთ. ვაიმე, მგონი დაბალზე დავკიდე გოგოებო. ვაიმე. მოიცათ ორად მოვკეცოთ და ისე დავკიდოთ. ოპა. გონი ვერა გოგოებო, ვერ დავკიდე. გამოვარდა. მოიცე ხო არ იმას ვქნა. მოიცეთ ეხლავე მოვაგვარებ მე ამ დებილ პრობლემას რა. ვინ მიგდია ახლა ეს რომ გამიმწაროს დღე. რისთვის მაქვს ეს. ეხლავე მოვუღოთ ბოლო გოგოებო. გავაკეთოთ. ვინცაც და რასაც მე არ მოვიფიქრებ ახლა. თავარია დაიმაგროს, აი არ ვიცი. კაი, სინჯოთ. ვაიმე, ერთი წუთით. ოპა, ოპ. ცოტა ოდნავ აქეთ უნდა დამეკიდა იმ ხრივ, რომ იმას ხნილიყო. ეს ტურცაცხი აი არ არსებობს გოგოებო. სველი ხელსახოცის გარეშე სრულად გაგიქრეთ. ისეთი ის არის, ანუ წარმოიდგინეთ ეჩემონება ყოლა. ძლივს იშორებო და ეგო ტუჯებს რაც უზავს. ხო. მართავს ამბობს. ცხოვრებაში პირველად გავსინჯოთ ხინკალი არაჟანით. არასოდეს არ გამისინჯავს, იმიტომ რომ მე ძალიან ხინკლის ის ვარ, ხო იცით. ჩემთვის რა წმინდა ხინკალი. მაგრამ მოდით ნახოთ ერთი ძალიან ბევრი ადამიანი მიირთმევს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავსინჯო და ვნახო ერთი ამისთან რა არის. იმედი მაქვს გული არ გამისკდება. ცუდი არ იქნება უბრალოდ არ მგონია რომ ეხლა ხორცის ხინკალთან, მაგრამ ძალიან ბევრი მიირთმევს და
ნახოთ. ვერ გავიგე. რატომ დავჭამო ხარაჟებთან ერთად? არა ჟანს საერთოდ არ ხვდება, ანუ დებილობა. აბაო, ეს ცხოვრებაო, ესეა, ზოგი ადისო, ზოგი ჩადისო, ხანა ახვალო, ხანა ჩამოხვალო. შეკაიმდა 38 წელია რომ ჩამოვედი. იმის მერე ვეღარავედი, კანით, ხალხო, ხო? რა ხდება? საფეხურები ჩაუვარდა თუ მოაჯირი აღარა აქვს, თუ მაღლა ისეთი ჩული ჰაერია რომ მე ვერ ავდივარ. თუ რა ხდება? თუ პარაშუტით უნდა ვფრინდე, თუ როგორ აი ჩვენი საქმე, ხო? მიგეთი ერთ გამიგია. კანით, შეგიკიბეები. მე ვთხარი, შენ ახარ ოჯახის სიცხლი. კიდე თუ დაგინახავ ლამზოსთან, მოსოს, ჩუმად უნდა ჩაგიყარო ერთი კაბი თავის წამალი. სიო, დაგაკანო. უპატრონოთ სასაფლაოზე. არც ვარ დაგადებ, არც სახით დაგაწერ, აჰა. უდარსაც, მარტობაში ამოხდება მე ვხარი სული, ეგ დამპალის სული. რა გინდა მე ვხარი, რა დადიხარ ყოფილ სულთან. წადი რა შვილი ძმაო, მიხედე იმ შეწოსახში რომ გიზის. არ უთხარი სწორი? ხო, მე ვხარი, ეს გოგო აგეგონოს უპატრონო. ერთხელაც მე ვხარი, გადამეკეტება, შექვეყნის. თუ კი არ არაშუაში, ხო ვინც ახარ. და ეგრევე, უნდა ჩაგახტე მე ვხარი, ხახაში. ამოგაჯრო გლანდებს, სად მიხარ მე? ხო? შეიძლება მე თქვა დააჩაგუნე. აკაკა დაგინახო მე ვხარი მოწრეული. თორე შენ სულთან იგრები ზვანობს, გადაშვალებ. ყველაფერს მომყვები მე ვხარი დეტალურად. რაც არის და რაც არ არის, იმას მოგიგონებ მე ვხარი. უბედო დღეზე გაჩენილო მე ვხარი. არც აკაცი ხარ, არც ახალი ხარ, არც მცენარე ხარ, ცხოველებს ვაიწედან, დილა ხარ. გადამეკეტა ხალხო. განეთ, დაგი. ნამუშო კაცი აღიმკურნალი ხალხი და ის დაიწაოდა. არ დამარტყაო, თორე გიჩივლებ. ხარი ეს რა მაკატრა და გამეკანე. ურთხი და ურთხი. ეს ხელი რო დამეღალა, ხო მე მარცხენა მურთხი. აი მე უთხარი. რა თქვი ბოლო სიტყვა თქვი? გიჩივლებ. მერე ფეხი ჩემდექი. კიდე კაი მეორე მე უთხარი, არა ბოდიშიო. მე უთხარი ლამზოსთან მოთრეული არ დაგინახო. მიხედე შენ ცოლშვილს მე უთხარი. ესა ყოფილი ცოლია და დაშვიდანიაში ყავს გაშვებული მე უთხარი. აბას უყურე, ამ ხუბშიც ის არის. ჩამომელეწა რა. ხელი მკრადა. მაგ ხელის მკრაზე აი პაიქული ამოვატყი, მაგრამ უკვე გატეხილი იყო საძალე. ხალო, ქალების დამშველი ვარ და მე უბედურ ქალთა საბჭოს დივანი ვარ. ვიმიგძი ახლა ვიღაცა ლამზოს ყოფილი ქმარი. ისემცემე. არ ვიცი, მაგას მეტი ჯუბაპატიებს, თორე ვერც ერთი მამოვე შემინდობს, არ ვიცი. კაცი აწი პირველად ხელი. ფეხიც. დამბა. ხოთამილა. ხო არა, რა ვიცი, წევართ, მაგარი გრიპები მე მგონი 2-3 აქვს, არ ვიცი, ზუსტად ვერ დავდგინდი. ხო და მოდით და ის არის. გავაკეთე საჭმელები ნაირ-ნაირი და მიირთვით ახლა, ყველა ხوار გავაკეთე. რა უნდა გააკეთოს ხალო? გაიკეთე 3 პირბადე. ყველა ხوار გავაკეთე საჭმელები 50-დან დამხანჯე, ხო? ატყვის სისხლად ჩამიქციოთ. ხო, არა, შვიცაზე დაერჭეს ჩემთან, ხო. გრიპი, რა ვქნა ახლა? ხო. ჯერ გუგრა ჩამირთეს. რაღაცა შუგავარ თუ რაღაცა, მოდი გოგო გამითიშე. შენ არ გეუნები ბალღმა ჩავირთო რაღაცა შუგაზუგავარ. ხალო, გამხარკერა შუგას გავარმეთკი. უიდედა. შეგეშიდეთ ხალხო, მე ვარ. ეს შემშული გადავეკიდა რომ დედა გიხდება ასე იარესახში გეხვედიდიკო გეხვეწები დიდიკო აჰა დილიდან ასე დავდივარ. ახლა ხალხო ვარ პურზე გასასვლელი არა ეგრე წამოდი გიხდებო ვილო აიცი ვერ წამოვალები არაო თუ გიყვარ ვერ წამოდიო აჰა რა ვქნა და რა წყალში გადავარდი არ ვიცი. მეორე თარიღში ვასვი გააჩინე მეორე უთოლი აი წყლაში ერთის ვეყოფა მადლობთ.